ძალიან ადრეიო არგოსიდან მოიტაცეს ფინიკილებმა და ეგვიპტეში ჩაიყვანეს მერე ბერძნები ფინიკილის ქალაქ ტიროსში ჩავიდნენ და ევროპემ მოიტაცეს გავიდა დრო და კოლხეთიდან საწმისთან ერთად მედეაც გაიტაცეს კოლხთა მეფემ აიეთმა ქალის დაბრუნება მოსთხოვა მერձნებს მაგრამ მათ მიუგეს არციოს მომტაცებელნი დასჯილენო და ქალი დაიტოვეს შემდეგ როცა ტროელებმა ბერძნებს ელენემ მოსტაცეს მოციქულებს მათაც უპასუხეს არც თქვენ დასჯილ ხართ მედეას მოტაცებისთვის ომაშინ ბერძნებმა ტროას ომი აუტეხეს მახსოვს როგორღაც ცეცხლოსივი ტროას კედლები დაიქცა როცა ზევსმა ბურუსი დაახვია და ვარსკვლავი ჩაქნენ თითქოს მიწაც იხევდა გმირთა ძახილით ოდისევსის და აქილევსის გმირობები ისტორიას შემორჩა მარად განგებავ გამიხსენი ზღვისა და მიწის საიდუმლო მომეც რომ თქვა ახლა არგონავტების გმირების საქების სიტყვა თავგადასავლებით და ბრძოლებით ახსავსე განგებავ გამიხსენი ზღვისა და მიწის საიდუმლო მომეცი ძალა რომ თქვა არგონავტების გმირების საქების სიტყვა თავგადასავლებით და ბრძოლებით ახსავსე საგმირო გემი არგო ბალდებს აკვეთ და ლამაზად ელიასის დავალება მოჰქონდეთ კაცრი ოქროს საცვისი ამ სეკუდილი შორეული საბერძნეთ თის ხვებიდან მოდიოდნენ გმირები კოლხეთისკენ წინამძღოლია სული წინ მოუძღო და გმირებს ყველას ჰერაკლეც მათთან იყო და ებრძოდა ბნელეთის მოციქულებს შორეულ გზებზე ჰერა და ათენა სეციდან უყურებდნენ გმირებს მივიდნენ მეფე კიზიკოსი აბლასის ასულ ელექტრას კუნძულზე სადაც გიგანტები ცხოვრობდნენ შემდეგ არგონავტები ფებრიკთა მხარეში შეჩერდნენ რომელთა მეფე იყო ამიკოსი ის ყველა საიდუმლებს გრიმში შეჯიბრებოდა მეორე დღეს ბიტვინის მიწასთან შეჩერდნენ სადაც მეფობდა ფინევსი ის ღმერთებმა დააბრმავეს და დააბერეს საიდუმლოს გამხელისთვის არგონავტებმა დაიხსნეს ფინევსი ჰარპიებისგან რომლებიც საყვარს პარავდნენ ძალზე შეხვდათ ორი გულდე ეს გულდები გამუდმებით მოძრაობდნენ თუმას შორის მტრედი გაიული და უნებლად მაშინ არგონავტებს აქ შეეძლებოდათ გაღწევა არგონავტებიც ასე მოიქცნენ შემდეგ შეჩერდნენ მარიანდინების მხარეში რომელიც ცნობილი იყო ჰადესის მღვიმით სწორედ ამ მღვიმით ჩავიდა ჰერაკლე ჰადესში გერბერის ამოსაყვანად კოლხეთის მეფე აიეტი კაცრი და უძლიერესი შორიდან ხვდებოდა სტუმრების მოახლოებას მეფის ასული მედეა სამლების მწოდნე და ჯადოქრად შერაცხული ჰეკატეს ქურუმი აფრთხილებდა მამას მათ მოახლოებას მედეას ხელში მკურნალობა იყო როგორც ჯადო ყველაფერს ყუნავდა და აჯანს აღებდა სნეულებს აფროდიტე მეროს ბრძანაცადი მედეას ქული განგმირა სიყვარულისა ისმით და სიყვარული შეეხო იასონსა და მედეას ერთად ღამე ჰეკატეს ტაძარში სანთლის შუქის ქვეშ მედეამ იასონს მისცა მალა მოხავლისა შეძლებისა ეს დაგიწევს ცეცხლისგან და მახვილისგან თუნდაც აიეტის გამოცდა იყოს დაუნდობელი იასონმა დილას ლეხას უღელი დაადო ცეცხლის ამას უკო გმირმა ძლივს გადალახა დიდად
უსიდან ახმოცენდნენ ნელეთის მებრძოლი ხმებით მაგრამ მედეას შევით მათ ერთმანეთი დაახოცეს აი ერთი ბობო ხრობდა საწმისი არ ეთმობოდა ბოლოს დარჩა საწმისთან მისვლა რომელსაც დრაკონი იწევდა მაგრამ მედეამ ისიც დაგრგუნა თავისი შელოცვით და იასონმა თან წაიყვანა საწმისთან ერთად მედეაც არგოზე სასulis გზას მედეას იასონმა გულით შეფიცა ერთგულება გზაზე კუნძულ კრეტაზე ტალოსის სპილენძის ბუმბერაზი გზას უღობავდა და სხვას აკაფებდა მედეამ შელოცვით ამ გიგანტის დამარცხებაც შეძლო გზამძიმე იყო ქარიშხლებით და ღამით თავს და ტეხილი განცდებით მაგრამ საბოლოოდ საბერძნეთში ჩააღწიეს მშვიდად ჰერაკლეოდეს ხაც მედეას მადლობას სწირავდა მაგრამ ახლა გმირის შანს იყო სხვაცაც გადახოლილი მერე იასონის და მედეას სიყვარულით სავსე დღეები დაიწყო მაგრამ ბედი კვლავაც ძლიერი აღმოჩნდა ბოლოს იასონს გულში სხვას ნახვა ჩაუსახლდა კორინთოს მეფის ასულბრეუსას თვალი დადგა უღალა და თავისავე ფიც იასონმა მედეას წინაშე მედეას გულში შავი ღამე ჩამოწვა სიყვარულის ხალატმა შურის ძიების სეცვლიანთო ქრეუსას ხნად გაუგზავნა სამკაული ძვირფასი მაგრამ შელოცვით სავსე სიკვდილის გზას გაუყენა ქალაქში შიში და წრემლი გადმოიღვარა მუქელები მედეას სიძულვილით შეხვდნენ მაშინ მოხდა ტრაგედიის უმძიმესი ღამე მედეას და იასონის შვილები სასტიკად დაუხოცეს დედას ხელიდან წაგლიჩეს შვილები და მოკლეს უმალვე დაუნდობლად მედეას თვალები პინდელ ღრუბელს დამსგავსა გული გაქდა მაგრამ სახე გვაუცვლელი დარჩა საგმირო დღეები უკვე კოშმარად იქცა სიყვარული კი სისხლს საფრთხილში დაიმალა დაბრუნდა მედეა თავის სამშობლოს კოლხეთს მიაშურა ზღვის ქარეთმა ისევ მასკსა დაულოცა კოლხეთის ნაპირები ისევ თეთრად ანათდა მაგრამ გულში მედეა ხოლო სიცარიელეს ატარებდა აი ეს თვალებში დარდი იყო მწუხარებისა კი მარტო დარჩა დიდების გარეშე გვირმა ვერ დაიცვა ის ვინც სიცოცხლე მიუძღვნა მედეას სახელი დროის ისტორია შემორჩა ხალხი მას გმირად სხვანიტი შიშით ახსენებდნენ როგორც ჯადოქარს ასე დამთავრდა ამბავი არგონავტებისა სიყვარულისა ხალათის და გმირობის ერთად ოქროს საწმისი ისევ ფინავს მითებში მაგრამ მის ელვარებაში სიყვარული დანჯვა და გმირობები იმალება მედეას სახელი სამუდამოდ მედიცინას გადაეცა მაგრამ მისი გული ღრმა ჭრილობებად დარჩა მითები ყვარებიან გმირებზე და დიდ საქმეებზე მაგრამ ეს ამბავი მედეას ცრემლებით იწერება და როცა ზღვის ქარში შორიდან ხმა ისმის გმირების იქა მედეას ჩურჩულიც სიყვარულის და შურის ძიებასთან ერთად